გამარჯობა, ყველას მოგესალმებათ მაია დეიდა. ჩვენი ისტორიის სახელწოდებაა ანგელოზები კიბეზე. სამახსოვრო მუხლი კი დაწერილია დაბადების წიგნის 22 თავის მე-15 მუხლში, სადაც ვკითხულობ: მე შენთან ვარ და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. დღევანდელი ისტორიით უნდა ვისწავლოთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ღვთის ოჯახს ვეკუთვნით. მეგობრებო, ოდესმე გიგრძნიათ მარტოობა. იქნებ არავინ გყავდათ, ვისთანაც საუბარს შეძლებდით. იგივეს გრძნობდა იაკობიც, როდესაც სახლიდან გაიქცა. თუმცა შემდეგ მას ღმერთი დაელაპარაკა და იმ დღიდან არასდროს უგრძნია თავი მარტოსულად. ისააკის და რებეკას ტყუპებს, ესავსა და იაკობს, ერთმანეთი დიდად არასდროს ყვარებიათ, მაგრამ ახლა ვითარება გაცილებით რთული იყო. იაკობმა მოატყუა თავისი მამა, რათა მისგან კურთხევა მიეღო. ეს იყო კურთხევა, რომელიც ესავს უნდა მიეღო. ესავი იმდენად განრისხდა იაკობზე, რომ მისი მოკლა განიზრახა. ამიტომ ძმების დედამ, რებეკამ, გადაწყვიტა იაკობი ბიძია ლაბანთან გაეგზავნა. იაკობ, ცოტა ხნით ჩემს ძმასთან გაიქეცი და იქ იცხოვრე, სანამ ბრაზი გაუვლის შენს ძმას. მწუხარებით უთხრა რებეკამ. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ თავის შვილს უკანასკნელად ხედავდა. იაკობი გაუდგა გრძელ გზას და წავიდა ლაბანის სახლისკენ. იაკობის დედის ძმა, ბიძია ლაბანი, იაკობის მშობლებისგან შორს ცხოვრობდა. ეს იყო დაახლოებით 800 კილომეტრი, უცხო და სახიფათო ქვეყანაში. იაკობს ეშინოდა, რადგან სულ მარტო იყო და გარეული მხეცებისგან და ყაჩაღებისგან დამცველი არავინ ჰყავდა. გარდა ამისა, ის არ იყო მიჩვეული მყარ მიწაზე ძილს. იაკობი ცდილობდა სწრაფად გაევლო გზა. მან იცოდა, რომ მხოლოდ ასე თუ იხსნიდა საკუთარ სიცოცხლეს, რადგან თავისი ძმა მოკლას უპირებდა. ერთ-ორ დღეში იაკობი განსაკუთრებულ ადგილას მივიდა. ერთხელ თავისმა ბაბუამ, აბრაამმა, აქ სამსხვერპლო ააგო, რათა თაყვანი ეცა ღმერთისთვის. იმ ღამეს იაკობი ძალიან დაღლილი იყო. შესაძლოა არც იცოდა, რომ ასეთ განსაკუთრებულ ადგილას იმყოფებოდა. მაშინვე საბანი დაიფარა და ქვაზე ჩამოდო თავი. ღამით იაკობმა ნახა სიზმარი, რომელიც საკმაოდ უჩვეულო იყო. მან დაინახა კიბე, რომელიც მიწაზე იდგა და თავით ცას წვდებოდა. ასევე დაინახა ანგელოზები, რომლებიც კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაღლა უფალი იდგა და ამბობდა: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა და ისააკისა. მე შენთან ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი. იაკობი გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა. უფალი აქ არის, წამოიძახა მან. ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი. დილით ადრე ადგა იაკობი. ვარსკვლავები ჯერ ისევ კიაფობდნენ ცაზე. მზე კი მხოლოდ ახლა იწყებდა ცის აღმოსავლეთის განათებას. იაკობს სურდა განსაკუთრებულად აღენიშნა ეს ადგილი, სადაც თავად უფალი ელაპარაკა მას. ამიტომ აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო და აღმართა იგი ძეგლად. შემდეგ ზეთი დაასხა და ღმერთს მიუძღვნა. მან ამ განსაკუთრებულ ადგილს უწოდა ბეთელი, ანუ ღვთის სახლი. იაკობმა გზა განაგრძო. მას აღარ ეშინოდა თავისი ძმის, აღარც მხეცებისა თუ ყაჩაღების ეშინოდა. მან დანამდვილებით იცოდა, რომ უფალი მასთან იყო და მფარველობდა. ამას ხომ თავად ღმერთი დაჰპირდა.